პროფესორო, სეზონი ახალი დასრულებულია, ჯერ არ დაწყებულა და უკვე საფეხბურთო კლუბ იბერიაში, რომელიც გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ძალიან დიდი ცვლილებებია. ხო, შეიძლება ძალიან მჩქაროთ და ფეხბურთელების წასვლის რაოდენობა შეიძლება ბევრად უფრო მეტი იყოს და აქეთ მოსვლისაც. პროფესორებო, ჩვენ ძალიან ხშირად ყოველთვის იმაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომ შენ შეიძლება უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი ჩაანაცვლო, მაგრამ როგორ ასწრებ ამ ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშებას? აი, უკვე რამდენიმე თვეში ევროტურნირზე გვიწევს თამაში, ხო ასეა? შეიძლება ახლა ამბობ, რომ ჯერ ადროს ევროტურნირია, კაცო, 5 თვეში შეთამაშდება გუნდი, აბა რა სიზავს, დაგლიჯავს, დახნავს მოედანს. ხო, ეს არც ერთ კლუბს ჯერჯერობით არ მოუვიდა, რომ აი კლუბი კარგად შეათამაშოს და იქ რაღაცა. ნუ შეიძლება შენ სხვა რაღაცას აბრალებ, ხა რომ ფეხბურთელების კლას და მაინც ვერაფერს ვერ ვიზავთ. ხო, მე მაგალითად ეს მგონია, რომ ესე მალე ვერ ხდება. კი, ევროპულ ფეხბურთში ძალიან აპრობირებული მეთოდია, რომ ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ, მოვიყვანოთ, მაგრამ ჩვენ რაღაცა ვერ გვადგება ეს კარგად, იმიტომ რომ ძალიან მალე უშვებთ ფეხბურთელებს და ახალ გუნდს ვაშენებთ. აი აქვე სიმართლე შეიძლება ითქვას, რომ აი იბერიამ რა დონის ფეხბურთელებიც გაუშვა, იმ დონის ფეხბურთელები დაიმატა თუ უკეთესი არა. ხო, ეს ის საუბარი არ არის, რომ მე ამ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის გამოკეთებას ვცდილობ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. ხო, მე მაგალითად აი პირდაპირ გეტყვით, რომ არ მომწონს მსგავსი დამოკიდებულება, მაგრამ თუ შედეგები გვექნება, ჩემთვის აზრი არ აქვს, რომელი ფეხბურთელი წავა და რომელი მოვა, მაგრამ ჩვენ არ გამოგვადგა ეს პრაქტიკა არასოდეს. ხო, პრინციპში იქამდე 5 თვე დარჩა და მოდი დაველოდოთ, ნახოთ, შევხედოთ, როგორ გამოადგება გუნდს ეს ყველაფერი და მერეც რა თქმა უნდა გავაკეთებთ ჩვენ კომენტარს. რა მიზეზების გამო მოდი ეს არ ჩამოვთვალოთ, გუნდიდან წავიდა მამაგეიშვილი, აგიაკვა, სიხარულიძე, სილაგაძე რამდენიმე დღის წინ წავიდა გუნდიდან და როგორც უკვე გავიგეთ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს დორასო კლასი. ნუ ამ ფეხბურთელზე ჯერჯერობით დაზუსტებული არ მაქვს, მაგრამ როგორც დაიწერა, თავისუფალი აგენტია. ხო, სამაგიოროდ კლუბში მოვიდნენ ბიძინაშვილი, გიუნაშვილი, ნაჭყებია, ბართიშვილი და ღუდუშაური. ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის დონეზე საკმაოდ ნორმალური ტრანსფერებია და ნორმალური ჩანაცვლებაა ფეხბურთელები. მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ იმას, რომ რისიც ყველაზე მეტად მეშინია ქართული კლუბებისგან ევროტურნირების მოახლოების დროს, ჩვენ პრაქტიკულად ის შემადგენლობა არ გვყავს, რომლითაც ჩემპიონი გავხდით, ან მეორე ადგილზე გავედით, ან მესამე ადგილზე. ხო, კიდე რა შეგვიძლია დავამატოთ. ხშირად ვსაუბრობ ამ თემაზე, რომ ქართული კლუბებისთვის საქართველოს ჩემპიონობა არ არის მაინც და მაინც დიდი შედეგი და ჩვენს გულშემატკივარს რომ მოედანზე დაბრუნდეს, ბევრად მეტი უნდა. ხო, კლუბის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მოსმენილი მაქვს და მიხარია, რომ კლუბის პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ევროტურნირზე შესვლა. მოდი პროფესორ, ახლა სულ მენუ ლაპარაკებ და დანარჩენი შენ დაწერე კომენტარებში, რას ფიქრობ აღნიშნულ ტრანსფერებზე, რა შედეგებს უნდა ველოდოთ ჩემპიონატში და ევროტურნირზე. მეტი ზღაპრებისთვის გააზიარე ვიდეო და გამოიწერე